დღეს კომკომში ექსპერტები ტელეკომ ოპერატორებს IP პირინგის ბაზრისა და IXP-ის განვითარების კვლევის შედეგების გასაზიარებლად შეხვდნენ. კვლევა მაჩვენა, რომ საქართველოს ბაზრებზე არსებული პრაქტიკას უდავს მცირე და საშუალო ოპერატორებს. ანუ საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, ისინი ვერ ერთვებიან დიდ ოპერატორებს უფასოდ ან ხელსაყრელი პირობებით. ხოლო ისეთი მსხვილი პროვაიდერების რესურსები, როგორიცაა Google, Amazon, Meta და სხვა, არა ნეიტრალურ წერტილში, არამედ მსხვილი ოპერატორების ქსელშია განთავსებული, რაც მცირე და საშუალო ოპერატორებს არაკონკურენტულ პირობებში აყენებს. ამას ახლავს ისიც, რომ ოპერატორების პირინგული პოლიტიკა არ არის გამჭვირვალე. ხოლო რაც შეეხება IXP-ს, იგივე ინტერნეტის ურთიერთგაცვლის წერტილს, მასში არ არიან მსხვილი ინტერნეტ პროვაიდერები დაერთებული, რაც ვერ უზრუნველყოფს ტრაფიკის საკმარის მოცულობას და ამცირებს IXP-ის მიმზიდველობას. ეს გამოწვევები აფერხებს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ინტერნეტის მიწოდებას. მათი აღმოფხვრა კი ხელშეუწყობს საქართველოს ციფრული ჰაბის პოტენციალის რეალიზებას. ექსპერტების რეკომენდაციით აუცილებელია აღნიშნულ ბაზრებზე კონკურენციის გაძლიერება, ინფრასტრუქტურაზე დაშვების ხელშეწყობა და Open-net-ის ინიციატივის გაფართოება, რაც მცირე ოპერატორების გლობალურ ქსელებთან დამოუკიდებლად დაკავშირებას გულისხმობს.